Salami qavas films videobis ახალხნა. Სახლო რა არის? რა არის ძაღლო? რა კარგია. ფილმს videobis ახალხო. აბა როგორ ხართ, აბა როგორ ბრძანდებით, აბა როგორ გიკითხოთ. გაიწვია. რაღაცნაირად ძალიან კარგი ძილა თბილი. ყუდრო 7. აი აქ ამოვიძრეთ მები. და დამაყარა. აი აქ ესე წამოსული თმები რო აქ ძელები ხო იცით ეგ. გავიკეთეთ. ნეტა გვირილა რომ საძე იხსნან. Sumzira mindra. Mgoni ara waqt sumzira. Așa vicci miroare măcar. Ne vrem să regătie. ეს რაღაცა ძალიან ცუდად დგას. მოდი გავასწოროთ. ძალიან სიმძიმე, ასო ხერისკან. ასე. ეს თმები რაღაცა არ მომწონს. გამშვიდობის წუხარი ზედი ქარი იყო, ისეთი ქარი იყო. რავი. საღამოს გარეთ რო გავედით, რამის წავდივო. ყავას მოვიდუღებ და მერე გადავწყვი. Vaine. Brocolebe mena. Brocolebe da brocolebe. Mutsavane antas perade. Ecineta tu gashra es astor. და ნახოთ თუ არა ის ამზაზე უნდა დავთ. რომელი? შენი რო იყო შენ. ადრე? ხო ეხლა. ადრე გამჭირვა. აღარ დროსია. ეს თხელი ლამაზი იყო, ხტა ჭიქები 10-ში აღარა. აი ეხაც შიგნით ის აქ წყალი.
არ ვიცი. გუშინ არ მუშაობ. მოხსნილია იატაკზე ბროკოლი. გუშინ საერთოდ არ ირთვებოდა. მე ჩავთეტრიალებდა და ეხა ჩაირთო. აბა ნახოთ თუ წონის. ურევს. ნახე 190 გრამს აჩვენებს 1 ცალი მას. აი მას. ნახე. ჩაჭდეს. და რა უნდა შეძლო. ნახე. არაფერი არ ადებს. 2.7. ოფჭებული ეს. როგორ გამიხარ? ეს თუნა დავდო მზეზე რა ვიცი. ამოვიდა ადუხდა. გუშინ საბანი დავიფარე ხალხო ისეთ სიოდო. გუშინ დამირეკეს სნექიდან. არაკის კარაკი უნდა გამოგიგზავნოთ. მეთქი ოკეი. ვაპირებ რომ შევცვალო პოლიტიკა ჩემს გამოგზავნებთან და ბარტერებთან დაკავშირებით სრულიად, მაგრამ იქიდან გამომდინარე სნექი ძალიან მიყვარს და ძალიან კარგი კომპანია. მათთვის არაფერი არ მიჩქომს. გუშინ აცლიდა. არა ჭამს.
აჰა, 3 გრამი მაქვს უმზირა მარტო. რაც შემთხვევით დარჩენილა. და მოვიტან იმას სნიკერს. გუშინ ყოველთვის ვიყიდოთ სნიკერსი და ჩემთვისაც ხარდია. ხოდა რას გავს რა, გასასწორებელი ესაწორი და მეზარება. მე უნდა გავაკეთოთ თქვენ დახმარებით. სნიკო. დუდუ დადიანი, იცოდით ვინ იყო? მე არ ვიცოდი. ესე იგი, ქალაქის ჭორები ხარ ხო და ეგეთი ამბები, არასდროს მე არ ვიცი. ქალაქის არაფრის. ანუ არც თბილისის, არც ლაგოდეხშიც არაფერს. ვიძგებ ხოლმე 1000 წლის მერე. მართალია რას ციდახიან? TikTok-ზე შემხვდა. მაგა უყვარდაო და მაგის ქმარმა მოაკლევინა. და ვიშოკე. სნიკო 11 გრამი. Ciao. Mami bodișe? Vezi, modi măghiperă, modi mi se apăr mă uite, dar mere cave pute. ახლა შენ წავიღოთ. იმედი არ დავაქცევ, იმიტომ რომ როგორც იქნა მე რომ მიყვარს ისეთია, არც გადმომივიდა, არც დამეყვარა, თო და. ახლა ეს შეწოლი გავასწოროთ. მე და თქვენა. აი ეგრევე წაგიყვანთ ამიჩივე. წავიდეთ. აი ეს პირველ რიგში ავიღოთ, იმიტომ რომ დღეში ხა რაც მინდა ეს აქ. თუ რამეტი და დღეიდან დღეთა ისვენებს მორჩება სკოლა მაგისთვისაც როგორც იქეთ. ნერვიულობს ბავშვი და რეფორმები ეს ეროვნულებზე და რაღაცა არ ვიცი ვის შეეხება. თორნიკეს შეეხება. მე მგონი პირველი მე შემეხებაო იძახის. არ ვიცი რა იქნება. მე მეორე ნაკადი ვიყავ, ვისაც ეროვნულების შეეხო. ჩემ დროს ძალიან კაი იყო ეროვნულები, იმიტომ რომ იქამდე სისუმსირის ნაფსქვენი ვიპოვე ხალხსაწოლში, ბონი ამოათხრებდა. იქამდე ფულით ვარდებოდა. ან ცოდნაც გადიოდა უღონესე ფოე იმებზე არა. ფოე იმებზე 25,000 იღებდა ისა იურიდიულზე ჩაბარება. მე რო ბავშვი ვიყავი. ზუსტად მე შემეხო ეგ რომ მეორე ნაკადი ვიყავი ეროვნულების. პირველი ნაკადი იყო, როცა კოტიმ ჩააბარა. მაგ დროს და აი კოტის ძმამ რო ჩააბარა, ეგ იყო ბოლო, რომელიც გამოცდით ბარდებოდა მათემატიკები ჩააბარა და ორი მათემატიკა და ქართული მგონი და
ორივე მათემატიკაში 10-იანი ქონდა. ეკონომიურსა ჯავახიშვილში. ანუ ძალიან მათემატიკური ტვინი აქვს. გენიოსი ფაქტიურად და წახვედი ანდრუს. მოიცა, წარმატება გითხრა. აბა, ბებიძი, ბაბიძი, ბუ, წარმატებები. კარგი დღე. შენ პონი წაიყვანე და დაგიწერს. შეგეცდაც უკეთესი. გამოცდი. ანდრუს, კარგი დღე, პაკა. აბა შენც. პასტა ხომ იგარ? მაგისთანები ყოველთვის აბარებდნენ. მაგისთანა გენიოსები, მაგრამ დანარჩენები, ვინც ტვინი არ ქონდა თავში, მაგრამ ფული ქონდა ჯიბეში, მასთებიც აბარებდნენ და ეროვნულების დროს მგონი ეგრე აღარ ხდებოდა. და ყველა მარტოცოდნით აბარებდა. და ეს ძალიან კარგია. იმიტომ რომ ჩემი აზრით არანაირი აზრი არ აქვს ჩაბარებას თუ ცოდნა არ მოხვება ამასთან. ანუ მე ვთვლი, რომ სკოლა, მაგალითად, სკოლა უნდა დაამთავროს ყველა. ანუ უნდა ბავშვს სწავლა თუ არ უნდა, ეს საბაზისო ცოდნა უნდა ქონდეს ყველას. ხო და არის მithome ხშირად პატარა ასაკში და მერე გამოადგება. ხო და ახლა უკვე უნივერსიტეტი ეგრე აღარ არის, ხო თუ არ უნდა და მორჩა. ეგ დაწალებით არ გამოდის. ის გადავაგდოთ. მე ესე ვთვლი. ესე იგი, აქ მე ხომ ყოველ დღე თქვენთან ერთად აქ მაქვს ხოლმე ის ამტკბილეული რაღაცა და სამი სასწორი მაქვს და აქედან ერთი ბათუმში რო ვიყიდეთ, ის არის და ურევდა, ეგ არ მიყვარს და ეგ სასწორი და მეორე ეს ფერი, რომელიც ყველაზე ძალიან მეტად მიყვარს და მაგითი კალორიების დაცვა, მაგით დავიწყე, ახლა 70 კილო და რო დავიწყე და მაგით იყო რა დავიკელი. მიყვარს ძალიან და თან ვაფშე არ ურევდა, ძალიან კაი სასწორი იყო და გუშინ გამოვიღე, აქ მინდოდა შემომეტანა. ზემოთ ხო იდო და აქ მინდოდა რომ შემომეტანა, აი ახლა შოკოლადს და რაღაცას რა ვიჭამ და ეს ამეწონა რა ყოველჯერზე იქ ამერბინა ახალი შოკოლადის ამოღება რომ მინდა და თან ვიდეოს რა ვიღებ. ხოლმე სწორედ საფეთქი არ მქონდა, იმიტომ რომ ტურიანი იყო ძალიან გარედან და ის ამოვიღე გასარეცხად დავდე შიგნით ჩასადები რაცა ჯამივით რო აქ ის ფერი და ეს კი რა ეგით დავდე საერთოდ მანქანას რა მაშინ მოვალს სულ საფერს ვიყიდე გავწმედ მეთქე ვიყიდე კიდეც ეგ არ ჩამესვია ჩაგისვათ ეგ ფრაგმენტი დღეს წარე გამომსვლი ყავა არ მიყვარს წარე ხოლო მოვიდე ხალხო მაშინ ვერ შევამჩნიე და როცა შევამჩნიე აყუდებულია გარეცხილებში დევს ეს ჯამიც და სასწორი მთლიანი და რა ვიღე ასე შიგნიდან წურწურის წყალი გამოდის და ეკრანში წყალი აქ ელემენტები ამოღიქიან წყალი ჩამოვიდა თუ გული არ დამარტყავდა მეგონა მათაგამელია მათქეს როგორ გარეცხე მაგრამ მე რაფერი აღარ ვთხარი პირველი შოკი რომ მქონდა ეს გარეცხე ეს როგორ გაიშა მე უყვევსო და რა აზრი აქვს აი რა აზრი აქვს თორე ხო არა
ეხა ჩაირთო. გუშინაც ჩაირთო. ექნება გაშეს რა. ძალიან მიყვარს ექსესუარი. ალტარში მაქნაყიდი. მე მგონი, რა გაჭამო. მოდით ეს უჭრიდას გაჭმო. წუხას ვაღამისას მინდოდა ხალხო შაურმა ისე, მოდი. გაჭამი მქონდა ჩემი კალორიების ნორმაზე დაჟე მეტი. ანუ შემანარჩუნებლამდე, იმიტომ რომ ტორტმა მაცდუნა. ის ტორტი იყო აქედან. პაწაწინესი ნაჭერი 75 გრამი იყო. შევჭამა ერთი უპაწაწინესი ნაჭერი. რა უკვე 500-ზე მეტი კალორია გამოვიდა 55 და 55 რამდენია? ხანა მე საჭმელი ხომ მქონდა დღეს ნაჭამი და მოკეთ გადამიცდა და ну it's okay აფე ავჯავრობ მაგრამ ერამ დამიყვანა კარფურში ხოდა კარფურში წავედ იქ ხოსა შაურმეა შაურმის სუნი იყო და მან დავყიდულობ ერთხელ ვიყიდე და არ მომეწონა მე კიდე ჩემებმა იყიდეს და მოიწამლე მაგრამ სუნი დგას ხოლმე ისეთ საოცარი ძალიან მომინდა და მეთქი გამოვიძახო მაგრამ თეილს ნაჭამზე ვიყიდე მოიწამა ძალიან ბევრი გამოვიდა რა ჩემ თავს უთხარო ძირფას თუ გინახვალ ჭამე მეთქი არა მე სხვა დღეს ოღონდ ახლა არ გინდა თქო 10 საათი იყო ღამეს თან ყველას უნდოდა იკა გაგიჟდა ხანიკა გადაირია რომ ვახსენე ხოლო ცლივს გადავრჩი Pony, what is it? Pony. What is it? 한두 개는 해야 돼요. 내가 할려나 이거 뒤치잖아. 하나 뭔가 대체 내가 쇼키가 붙이셔. 내가 다 삭제를 거의 막 쉬어봤지. 아이고. წუთში ჩაქრა ყოველთვის ეს შოკი იქნება მეშინია რომ გადასახდელი ხო აქვს და არ გაგვიჩიეს იმიტომ რომ ამასაშიო გადმოვდიოდით ხო გათშული იყო გადასახდელი ქონდათ იმათ და ჩვენც არ ქონდა გადახდილი და ანუ გათშული იყო და მე ჩართვაზე ისე იწვალეს სამჯერ მთელი კორპუსი გათიშეს ხო და ძლივ ჩართეს და სულ ცდილობ რომ ისეთ დროს გადავიხადო ერთი ვერ მივედი აი ხო აქვეა თელასია ჩემი ნომერი მივათიშდები რომ SMS-ი მომივიდეს ხოლმე იმიტომ SMS-ი არ მომდის და სპეციალურად შევდივარ ხოლმე ბანკში რომ ნახო ხო არ მოვიდა იმიტომ რომ დამოვიწყდა ჩათვალე რომ გათიშავენ და მე ჩართვა მე თქვა იჭი შეიძლება ადვია ჩართო მაგრამ რომ ვერ ჩართონ და ეს მთელი მეზობლებიც შეწუხდეს მთელი კორპუსი ხო და ეგ არ მინდა და ამიტომ ძალიან მეშინია ხოლმე. ნუ ხა დილიშვით სად ვინ მოვიჭრა საქართველოების გამოსართავად, მაგრამ მაინც ოის რა იყო ქალო რა მომაჭამა ფეხი. წამოისავიღოთ ყველი. მიდი გამიშვი. თავი მიან არც ხა დებილი. დებილი გინირატი. Akte da rein, Jubi.
ახლა ნახოთ კომენტარები. ნინო გილოსავ ჟამთაბად ღეგრძელობა მისურვებია მადლობა თვიფასო. ხათუნა ყოჩარი და ყურადღებიანი გოგო ხარ ყველას მიმართად შენ გახარებს და გაბედნიერებს ის ექცევი შენს ყველა ოჯახის წევრებს და ძალიან უსაძვანი და მისაბაძია შენი ასეთი თბილი ტკბილი დაფასება და მოკიდებულება. უგიჟდები შენისთან ადამიანებზე ბევრი, მაგრამ ბევრი არ არიან ასეთები ვაიმე მგონი მქნა დაიწყო გაგაშკის ჩემი ყავის დროს. ხო, დიდი მადლობა ჩემო ძვირფასო. ანუ მე ვცდილობ იცით რას, ეხლა მინდა რომ ამ თემაზე გესაუბროთ, ოღონდ ჯერ ეს ძაღლი მორჩეს. ანუ ხო იცი რომ კაკაშკა არ იჭმევა? აი, რით ვერ გაიგე რომ კაკაშკა არ იჭმევა? ჩქარათორე აყროლდება აქაურობა პროსტა. ერთი ციცქნას შვება, ეს ერთი ციცქნა ძაღლი და ისე ყარს, თან იმ თავის საჭმელს არ აჭამს ხალხო და რა ვიცი, ის საჭმელი ძალიან ყარს ხოლმე. იმ საჭმელს თუ ჭამს. მაგრამ მაინც ისე ყარს, ისე. კაი გოგო ხარ, კაი საფეთქინი. ჭამას ვერ მოასწარი. ხელი დავიბრანოთ. ხილებში ჩადის საპონი და თუ კარგად გაირეცხე მე და ეს ხილები შიგნით ერთი-ორჯერ შევჭამე ეს საპონი თავიდან და დავიწყე კეთება. ანუ ოთხკუთხედში არ ჟდებოდა, აი ამ რგოლში ჭდება რაღაცნაირად. ყოდა ისეთ საზღარი გემოაქ. აუ ძალიან მიყვარს ამ ოთახიდან გილაპარაკებით ხოლმე. ბოდიში ვაპატიეთ ასეთი შეწყვეტის გამო, მაგრამ აუ ფანჯარასაც გამოვაღებ რა. თითქოს ჯერ არ დგას სუნი, მაგრამ მაინც რო ვიცი, ვერ დავჯდები იქნე. აჰა. შო. ეხა დავჯდეთ. ხარა. მოკლედ, აი ამაზე მინდა ვთქვა, რომ მე ვარ ცით როგორი ადამიანი. ზეთ ვიცი, გადაყოლა ზოგადად ეგეთი ტიპი ვარ. ანუ ვინც მიყვარს, იმათ ჩემი მაქსიმუმი შემიძლია რომ გავუკეთო, კი არა და უკეთებდი ხოლმე ყოველთვის. ანუ ვიძახი არა. აი მეთქი ხელი არ დავიბან, ეს რა მისვია თქო და უყურეთ, ხო სველი მქონდა. წყლის საღებავი წაუსვია ევას ამის, ეს იყო გაყრილი იქ ზემოთ ფანჯარაში. ხო და მოკლედ ისა ესე ვიცოდი რა, რომ გადავყვებოდი ხოლმე თანსად ადამიანებს და ანუ ყველანაირად მე არ ვიცახი, მარტო შეიძლება ფული იმდენი არ გქონდეს, მაგრამ ანუ აი ის რო არის გამოთქმა, რომ იმას $1000 ქონდა და $100 მოგცაო და შენ აფასებ იმას, რომ $100 მოგცა, მაგრამ მას 1000 ქონდა და შენ 100 მოგცა და მე $20 მქონდა და ყველა შენ მოგეციო და შეიძლება ეს $20 ცოტა ჩანს, მაგრამ ანუ ადამიანმა ყველა რომ მოგცა რაც ქონდა, ეს გაცილებით მეტია. ანუ ხო ხტებით რაც ვიძახი და ეგეთი ტიპი ვიყავი მე რა. ახლობელი ადამიანების მიმართ აბსოლუტურად ოღონდ მარტო ფულზე კი არ ვიძახი. ვიძახი ჩემ დროზე. ანუ შემეძლო მთელი ჩემი დრო და მეხარჯებინა, როცა მაგალითად ადამიანს ჭირდება. მთელი ჩემი ემოციური რესურსი, ანუ ყველა რესურსი, რომელიც გამაჩნდა, შემეძლო დამეხარჯებინა ადამიანისთვის, რომელიც მე მიყვარს. და მერე, ანუ როცა შენ მაქსიმუმს აკეთებ, გინდა თუ არ გინდა, ელოდები ამ ადამიანისგან, რომელიც გიყვარს, დაფასებას იმით კი არა, იმანზე გაიგეთოს, არა. პროსტა რომ აღნიშნოს მაინც, რომ ანუ რო იგრძნო, რომ დაინახა. აი მაგას მაინც რა და უცხო ადამიანთან რამდენჯერ ჩამივლია, რომ
როცა ქეში დამქონდა, ეხა არ მაქვს ხოლმე არასდროს ქეში და აი როს ხედან ხოლმე ადამიანები და მოწყალებას ითხოვენ. მე ზამჯერა რომ აი ითხოვე და მოგეცემა ეს ღმერთის სიტყვებია და მე არასდროს არ გავსჯირი ხოლმე იმ ადამიანებს, ვინც მოწყალებას ითხოვდა. ხო და რადგან ჩვენ არ ვიცით რა სიტუაცია, ადრე გავსჯირი ხოლმე თავიდან იმათ, ვინც ჯანმრთელად გამოიყურებოდა, მაგრამ მე ვიფიქრე რომ მე არ ვიცი რა სიტუაცია აქვს ამ ადამიანს, შეიძლება ჯანმრთელად გამოიყურება და სულაც არ არის ჯანმრთელი, ხო? ან შეიძლება რამე სხვა პრობლემა აქვს, მე არ ვიცი და მე არ გავსჯირი. ანუ თუ შემიძლია დავეხმარები, არ შემიძლია არ გავსჯი მაინც და ანუ სულ ყოველთვის როცა ჩაუვლიდი და ჩემი გული იტყოდა რომ დაეხმარე, ყოველ ჯერზე ამოვიღებდი ხოლმე რამდენიც მქონდა 20 თეთრიანებს არასდროს ადამიანს არ ვაძლევდი, ვამბობ ლარიანი და 2 ლარიანი ეს დავაძლევდი. ისე რომ არც რასოს არავისთვის მიჩვენები არც ვიდეო გადამიღე, არც მითქვი არაფერი, ანუ ეს ხდებოდა ხოლმე სისტემატიურად რა, როცა ქეში დამქონდა. ხო და ამას არც ითხოვ, ანუ ამას დადებ და მიდიხარ რა, მაგრამ ვისაც იცნობ იმ ადამიანებს რომ უკეთებ შენს მაქსიმუმს და მე ეს ადამიანები რომ შენ არ გაგითვალისწინებენ, დაგიკიდებენ, იჭორავებენ, უდიერად მოგიხსენიებენ და ასე შემდეგ და კიდე ანუ როცა მე ისეთს მოითხოვენ რომ შენ ერთხელ ხო გაუკეთე, ორჯერ გაუკეთე, სამჯერ გაუკეთე და მე იცი ტიპი როგორც გთხოვს რომ ანუ შენ მოიგალე, შენ შვილს მოაგელი და მე მომეცი და თუ ამას არ აკეთებ, მე უკმაყოფილო რჩება და მე კონფლიქტი ხდება, ანუ იმ ადამიანს ის არ ახსოვს ის სხვა დანარჩენი. ხო და კონფლიქტი რო ხდება, მე კიდე მე ვარ დამნაშავე, იმიტომ რომ როგორ თქვი რომ აი ამდენჯერ ხო ეს გავაკეთე და ხა რატო თქვი? იმიტომ ვთქვი რომ შენ ვერ დაინახე. შენ რომ დაგენახე მე რაზე ვიწოდი ამას და რომ ვერ დაინახე და თან პრეტენზია რომ წამიყენე, იმიტომ ვთქვი, თორემ არასოდეს არ ვიტყოდი. და ეგეთი რა თმინდა მაშინ ნუ გააკეთებდი. ხო და ეგ რომ მივიღე, მაგის მერე ვისწავლე ეგეთი რაღაცა ყველასთან, აბსოლუტურად ყველასთან. იცი რამდენს ვაკეთებ? ანუ იმდენს გავიღებ მატერიალურადაც, ემოციურადაც, დროსაც, ყველას იმდენს გავიღებ, რამდენიც შემიძლია გავიღო და დავივიწყო იმ წუთშივე. ანუ ეს ჩემთვის არ არის ჩემი ყველაფერი. ეს არის რაღაცა პატარა ნაწილი. შემიძლია ასე ვთქვათ, დამადლების გარეშე და თუ ადამიანი ვერ დაინახავს, რაც მეწყინება, ხო ხდებით? ანუ ჩემ თავს მე თვითონ ვიცავ ამითი, რომ ანუ გააკეთე გულიდან რაც მოდის, იმდენი რომ შენ არ დაზიანდე, რადგან ანუ სხვა არ გიფრთხილდება შენ გაუფრთხილდი შენ თავს, შენ უდაზიანდები და იმასაც გაუკეთე. და იცით რა, ასეთებს უფრო ირგებენ ადამიანები. ვეღარც გიფედავენ ზედმეტს, თავის ადგილზეც არიან, პატივსაც გცემენ მეტად, იმიტომ რომ რიდი აქვთ, ყველაფერს რო არ უკეთებ, მე გონიათ რომ დებილი ხარ და თავზე გაჯდებიან და საზღვრებს რო უწევსებ, ხდებიან რომ დებილი არ ყოფილ ხარ და უფრო მეტ პატივს ძებ. წარმოგიდგენიათ პროსტა. დედა, მოდი მითხარი, აბა რა გინდა? რა გინდა? მოდი მითხარი. ძალიან საინტერესოა რაღაცა არის. ვიტუნი, პური კოკო გინდა? ევა. ეს არის ჩემი საბაჟო. ხომ გადაიხადო. სანამ საზღვრებზე გადმოიტან. ჩემი თემო სამანათია ახლა საბაჟოზე გაჩერებული. ხო და ასევე ემოციურად. წლების განმავლობაში ლანძღვა, მე ვითომ არაფერი. მასე აღარ ვაკეთებ ახლა. ისე ვიქცევი, როგორც უნდა. იქცევდეს ადამიანი, რომელსაც ასე ექცევიან. ანუ დისტანცირდები, ვიკეტები. არ მინდა კონტაქტი, არ ვარ კონტაქტები. უცბად არ ვექცევი. მე საჭირო ყველაფერს ვაკეთებ და ყოველთვის გავაკეთებ.
ანუ ყველასთან ვაკეთებ ამას. უნდა ეს არის სწორი. ის არის სისულელე. აბსოლუტური სისულელე. თუნდაც ისეთი ადამიანები, ვისთვისაც მე რაღაცა ვიყავი, რაღაცა გასართობი, მოგეთ რაღაცა, რაც ძალიან მარტივად ჩასანაცვლებელია, ხო? ჩემთვის კიდე ძალიან ძვირფასი იყო და ერთადერთი, ხო, ვთქვათ. ანუ აღარ მივცემ ეგეთ ადამიანებს უფლებას, რომ ჩემ ცხოვრებაში შემოვიდნენ. და ანუ როცა ადამიანს სჭირდება 1, 2 ან მე-10 რომელიმე იმისთვის რომ გაატაროს, მასეთი ადამიანი უნდა ყავდეს. ანუ მე ეგეთი ადამიანი არა ვარ და არ მინდა. ეგეთი ურთიერთობები მე არ მინდა. ხო, ანუ ჩემ თავს ვიცავ მე, ჩემს გარშემო საზღვრებს ვაწესებ მე და შედეგად მე ვარ კარგად, ხო ხვდებით? და ის სხვაც არ არის უკმაყოფილო მერე. იმიტომ რომ რაცა შენ შემოუჟებ იმ ადამიანს, ანუ ნახე, მერე ის რჩება შენი ბრალია. და მერე ის რჩება უკმაყოფილო, ხვდები? ანუ მაშინაც კი როცა შენი რესურსი ადამიანური უნდა ადამიანს რაღაცისთვის და როცა ამ რესურსს ვერ იღებ, მე რჩება უკმაყოფილო. ხო და ანუ შენ უნდა დაალაგო ეს, რომ შენს კარგად იყო და სხვაც არ დარჩება უკმაყოფილოს თავიდან ვეწყვილ, იცი რა? არა, ასე არა, ჩემთან ასე არა. ასე რომ ეგ მასწავლა ცხოვრება. პრაქტიკა. ღია ფანჯარა. ეს თვითი. დავკეტოთ. შემოვარდება ახლა ის. აუ მიიტანა ახლა მაწონი და პირში ძალით ასხავს ბავშვს. შეაო რა თქვა. შევწოთ კვერცხი. პური კოკო. თუ არის პური, თუ არა და პროსტა კოკო. კი, პური არის. ეღლიყო უნდა. ეღლიყო უნდა, თან ეგორი დღისაა უკვე. არა. მარილი როგორც იქნა ვიყიდა გუშინს, მავიწყდებოდა და როგორც იქნა. მომოწმებ ხომ არავით დაუფებული არ იყოს. გუშინ ნაყიდია, მაგრამ მაინც
ანუ აკრძალული მაქვს მე, რომ ბავშვს პირში არაფერი არ უნდა ჩაათხარო ძალით. შეგიძლია შესთავაზო. იმიტომ რომ არ მიმაჩნია მე ეგ სწორად. ახსნილი მაქვს ბევრჯერ ნათქვამი. მაგრამ ახლა შეიძლება გავაქცევოთ. და ახლა რასაც ვაკეთებ მთელი ჩემი სიყვარულით, ან თუ მაქსიმუმს გავაკეთებ, ეგეც იმიტომ რომ მე მიყვარს ძალიან და არა იმიტომ რომ რაღაცას მოველი, ან რაღაცა მინდა, ან არა, აბსოლუტურად არა. ანუ უბრალოდ როცა ჩემი თავი ასე მეუბნება, როცა მე ასე ვგრძნობ. და მე რა თქმა უნდა გულისწყობაც არ არის, როცა ესეთი გაცნობიერებული ხარ. სწორად აღიქვამ. სწორად იქცევი და სწორად აღიქვამ. მე მირჩევნია მე ვინანო ის რომ ვიღაცამ რაღაცა ვერ დაინახა, ყოველთვის მე რჩივნა, ვიდრე ის ვინანო რომ მე არ გავაკეთე, რაც ჩემი გასაკეთებელი იყო. იმიტომ რომ ეგ სამძიმე კვირშია. და ადრე მეგონა რომ თუ სიყვარული არსებობს, ყველაფერი გვარდება. თუ სიყვარული არსებობს, შეუძლებელი არაფერია. თუ სიყვარულია საერთოდაც გამოინახება, არ არის მასე. შეიძლება სიყვარული იყოს და საერთოდაც არ გამოინახოს, ადამიანმა არ მოგცეს უბრალოდ საშუალება. და ის საშუალებასაც მოგცემს, იმის ფარგლებში უნდა იყო. ასე ხდება თურმე. ეს ქვემოთ დაუდოთ, რომ ცხელია და პირველია გარაიღოს, პირი არ დაედროს. წავუღოთ. მინდა თქვენ ვაჭამოთ ჩემს პატარა გოგოს. ვაი მე როგორ გაცხელებულა ეს. რა ჩემს ცოცხლ. ორი კოკო. მოიცეს რანაირად კიდევს. ამაზია კი ავუსი. იმისთვის ყიდულობს ტოფიტებს, რომ იმას მაიკები გაუკეთოს. მე გაიგეთებ. ხო, კაი კაბა გაუკეთე ყოჩი. ძალიან ლამაზია, უხდება. ძალიან ლამაზია გოგოსი კი. ხო და ასე შემოკარგებოდა ძვირფასებო. ჩვენ თუ არ ვისწავლით ჩვენი ცხოვრებიდან, ჩვენი მაგალითებიდან არაფერი არ გამოვა. ეგ არის სიმართლე. ანუ თავის კი არ არის ის ვისთვისაც შენ რაღაცა გააკეთე, იმან გაიგო თუ არა. თავის ეს შენ რა გულით გააკეთე. თავის ეს შენ ვინ ხარ და ამას შენ თავის წინაშე და ღმერთის წინაშე ხო იცი. ხო და დანარჩენი უკვე არიან ადამიანები, რომლებიც როგორც არ უნდა მოიქცნენ, გულში არიან და ყოველთვის იქნებიან. არიან ადამიანები, რომლებიც როგორც არ უნდა მოიქცნენ, თუ მოიქცებიან, დამთავრდებიან და წავლენ. ხო და it's okay. ნორმალურია ეგ. დამშვენიერიც კი. მარიამო, აუ ევარა საყვარელია ვგიშდები როგორ გეჩორჩულება. ესე იგი გუშინ მარიამო ფოტო რო და ნახე თავი აკეთა და ჩამოვარს.
ფოტო და Facebook-ზე იმდენად ლამაზი ხარ, ანუ როგორ იყო იცი? აი იდეალური ხარ. აი ეგ ფოტო, ეგ შარვალი, ეგ ზედა თმა, წონა, აი არსად არაფერი, არც აქსესუარი, არც განსაცმელი, არც წონა. არც მოგი, არაფერი, არც თმა, არ იყო არც ზედმეტი, არც ნაკლები. ყველაფერი იყო იმდენად იდეალური, რომ გავადიდე ფოტო და ვუყურე რაღაც, რომ დავტკბი და მე დაგიწერე კომენტარი. ტორტიში ძალიან გემრიელებიაო სანდრო. მე კიდე ისა ადრე რო ყიდულობდი, რამდენჯერმე ვიყიდე, ჩემთან ახლოს არ იყო, მე გაიხსნა იქით ბოგდან ხმელნიცკზე და აქეთ დავდიოდი ხოლმე. იცით სად, გლდანში კი არა, სანზონაში რო ავუხვევ. თემქისკენ რომ მიდიხარ, აი მან ყიდულობდი ხოლმე და ერთხელ დაჟე ევაზე ორსულმა მაქედან მეტრომდე და მე მეტროთი სამგორამდე და სამგორიდან მოსკოვის გამზირამდე კიდე ტრანსპორტ სახლამდე ეგრე ვატარე. არა, როგორ დამცხრები იყო თითქოს ციცა, რომ შეხედავდი მომეწონებოდა ავარჩევ ვიყიდი. თითქოს გემო არ ქონდა. ეგრე მახსოვს, რომ აი გემო არ ქონდა, რაღაცნაირი მეათედი გემო ქონდა, რაც შეხედავდი და იყო. და აღარ ვყიდულობ ხოლმე და ერთი კიდე უნდა ვიყიდო, აბა. კეთილი იყო ჩვენთან კლასში თქვენი ფეხი, ჩვენ მეორე ქალაქი ვართ და ყველაფერი ჩვენი გვაქვს. ბევრად შაურმაც განთქმული მოლებით. აუ ეგ ძალიან მაგარია, ეგ გლდანის, იმიტომ რომ აი მართლა რომ შემოდიხარ გლდანში, გეგონება სხვა ქალაქში შედიხარ, იმიტომ რომ იმ ხელას შესასვლელი აქვს და აქ ყოველთვის აცნობებია, ხა წარმოიდგინე მან რო არ იყოს მოლი და შაურმა და აი რამხელა გზა უნდა იაროს ხო ადამიანმა და ძალიან არაპრაქტიკული იქნებოდა. რადგან ყველაფერია მან ეგ ძალიან პრაქტიკულს ქმნის, პლუს რა თქმა უნდა მეტრო. მან დავდიოდი ხოლმე უნივერსამში. ნადახშია დავდიოდი ხოლმე. მეტროდ დავდიოდი სამგორიდან. და უნივერსამში დავდიოდი, ძალიან მიყვარდა ეგ უნივერსამი. არ ვიცი ხა კიდე თუ არის. და ისეთი რაღაცები იყიდებოდა, რაც სხვაგან არ იყო. აი მაგათი გამომცხარი რაღაცეები, წონის რაღაცეები, ძეხვეულობა, კიდე მზასაჭმელები და დავდიოდი ხოლმე მან. სასაფლაოები გაივისო, აბარი დაღუპულები და ნარკოტიკები, ღმერთ რა უბედურება, აი ისე ბრაზდები ხოლმე, ისე გული მткиვა ხოლმე, რომ წარმოიდგინე ხა რამდენი ადამიანია, ვინც საწავიდა კაცო ჩემი ტელეფონის დასამაგრებელი ბავშვი წაუღია უყურე ერთი რომელიღაცას. რამდენი ადამიანია, ვინც სიცოცხლისთვის იბრძვის. და აი ხა დავინახე ბავშვს დავაბრალე ალბათ ქარმა გადააგდო. აქ რო შემოანგრევს ხოლმე ქარი ფარდაყრის ხოლმე. სიცოცხლისთვის იბრძვის, ტკივილებს, უძლებს, როგორც რო რამდენიმე დღით მეტი იცხოვროს და არიან ადამიანები, რომლებიც არიან ჯანმრთელები. და უბრალოდ სიჩქარის გამო მთელ ცხოვრებას კარგავენ. ის გოგოები 25 წლამდე იყვნენ და ის ბიჭიც ახლა ვინც საჭესთან იჟა რა როგორ უნდა იცხოვროს ხა არ ვიცი ეგეც დაღუპულია. თუ ადამიანი ნური მასში რამე ახლა ეგეც დაღუპულია ხო სამ გოგოს რომ სამ ადამიანს რომ მოკლავ რა ვიცი. არ ვიცი. არც მინდა რომ ვიფიქრო მაგაზე და ანუ ეს სიჩქარეზე ძალიან ბრაზდები ხოლმე აქაც რო გახვალ. დღისით არა რა ვიცი კატეგორია ეტყობა ღამე იღვიძებს. კატეგორია მაგაც კი არა საერთოდ ვისაც სიჩქარე უყვარს. ესე იგი საღამოს გასვლის მეშინია ქუჩაში ბავშვით. აი არის ხოლმე მომენტი რომ იქ რომ მივდივართ კიკვიძის პარკისკენ. ევა მიმყავს ხოლმე იქით საითაც ის ბაღის ის არის ღობე რომ თუ კი არ ვიცი მოვასწრებ თუ არა. აქეთ მე ვდგივარ ხოლმე რომ თუ ვინმე ამოვარდა მე და მეჯახოს და თუ მოვასწრებ, ვაფშე ბავშვს გადავაგდებ მეთქი იქით, იმიტომ რომ დაზიანდეს იმ პარკში ბალახია და მიწაა და მანქანა რომ ამოვარდეს იმ სიჩქარით, რა სიჩქარითაც დადიან და არა მარტო მანქანა ისინი კიდე მოტოციკლი ერთ ბორბალზე დადიან ხოლმე ხალხო. იცით რა სიჩქარით პროსტა. გული მისკდება ხოლმე, შენ თავი არ გეცოდება, ჯანდაბას, კაი. არ მეწოდება, ჩემი თავი მინდა რომ მოვიკლა. ოკეი, მაგრამ აი ვინმე რო წინ გამოხდეს ბავშვი, ადამიანი, რა მნიშვნელობა მოხუცი, ან ერთი საჭერო დაკარო. აი სხვას რო კლავ, მაგ ეგ რატო არ გედარდება? აი ჭკუიდან გადავდივარ ხოლმე. ზამთარში არა ხოლმე, რა ვიცი, ზაფხულში არის ხოლმე, ესეთი ისის სწრაფით რო დადიან გიჟები ვინ. ანუ
თან საუკეთესო მანქანებით და ისეთ BMW, Mercedes ისეთი სისწრაფით ჩაიქროლებენ ხომ, აი თვალს რო ძრის გაყოფ და ყურს რომ მოგჭრის. ისევ ბრაზობ ხომ, მინდა ხოლმე რომ ერთადერთი რაღაცა რაზეც ადამიანებს გამსჭი და ბრაზობ ძალიან. მინდა ხოლმე რომ ცემო. იმიტომ რომ აი თავს იკლავ არაფრისთვის, სხვას კლავ არაფრისთვის, აი ეს ბავშვი რა ქვია იმ ბავშვს აღარ მახსოვს რო ავარდა მანქანა იმაზე გაჩერებაც და ორივე ფეხი რო აღარა აქვს ბავშვს ხო წინ მთელი ცხოვრება ქონდა დაიბადა ფეხებით ადამიანი ხო არიან იბადება უფეხოდ ხო აი რას იზამ ან შეიძლება რაღაცა ისეთ შემთხვევა რომ დაავადება აქვს და მოაჭრეს მაგრამ ჯანმრთელია ბავშვი შენ ვიღაცამ სხვამ ვისაც საერთოდ შეხება არ გქონია და მეც არ გექნება ადამიანს ხოება გაუმწარ ვინ ახარ რატო აძლევ შენ თავს ამის უფლებას რატო გინდა რომ გაისწორო და რა ვიცი არ არის სადმე ეს რალის ისინი წავიდნენ და იქ იარონ ჩქარა არ ვიცი პროსტა ძალიან ფრაზობ ხოლმე რა ძალიან და ის ბავშვები და ის გოგოები კიდე არის სამტკივა და მე ვფიქრობ ხოლმე რომ პატარა ასაკში ახლა თუ თვითონ იყი და მე მგონია რომ ვინც თვითონ იყიდის პატარა ასაკში ეგრეთ ჩქარაც არის კი იქნებიან ეგეთების ძალიან ერთეულები მაგრამ ერთეულები ყოველთვის გამონაკლისია ვფიქრობ რომ 25 წლამდე არ არის საჭირო რომ ბავშვს მანქანა ვუყიდოთ მით უმეტეს ასეთი მანქანა ხო რომელიც ასე დადის ასეთი სიჩქარით დაიპირდაპირო მანიტრო იწვიან აი გიზიდავს ირმამ საშილანდი იღეჭები და საერთოდ საქმე გამოგელიათ ამოაზრო ვიდეოებითო ეწყობა გავლით მოხდა ეს ადამიანი მარიამომ დაუწერა მომდევნოზე შენ კითხავს რა ქნას ეს ერთი აპატიებს ხო სანდრო დაგპატიჟოთ ფილმი ამ ადამიანებს არ ესმით ხოლმე არსი და მე არც მინდა რომ მიყუროს ესეთ ადამიანმა ვისაც მე საშინლად ვიღეჭები ანუ ადამიანი რომელიც ხედავს მე როგორი ვარ აი ამ ჩემი ყველაფრით ეგენი ხარ ჩემი მაყურებელი და მინდა რომ ეგენი იყოს ჩემი მაყურებელი მე რომ მინდოდეს რომ სხვანაირი კონტენტი მქონდეს სხვანაირი კონტენტი მექნებოდა ну ამის ახსნას არ დავიწყებ ეს ჩემი მაყურებელმა ისაც იცის და ეს ადამიანი აქ გავლით მოხდა ეთყობა ამიტომ მაგრამ მეჭი მაქრო კიდე მოვა ბევრჯერ თუ არ დავბლოკე ეხლა არ ბლოკავ იმიტომ რომ ქვემოთ ისეთი კაი კომენტარები უწერიათ გოგოებს მაგიტო არ ბლოკავ თორე კიდე ესეც სულდატეს დავბლოკე იმიტომ მე არ მჭირდება ესეთი ადამიანები უბრალოდ და 15 ლაიქი აქვს და ეს 15 ლაიქი არის იცით ვისი ჩემი ჰეითერების რომელსაც ეშინიათ რომ დაიბლოკებიან და კომენტარს ვეღარ წერენ ამიტომ ალაიქებენ და მაინც უმიყურებენ. ანუ საიდან მოხდა 15-16 ადამიანი, რომელსაც ჩემი ვიდეოები არ აინტერესებს, რომ არა მარტო ვიდეოს უყურა, არამედ კომენტარებიც წაიკითხა. აი როგორ ძალიან არ აინტერესებთ, რომ ვიდეოსაც უყურა და კომენტარიც წაიკითხა და დაალაიქა კიდეც. იმდენი სარგებელი მე რამდენადაც არ აინტერესებთ ამათ. ქალის ყველაფერი შეგვიძლია ძალიან ყოჩაღი ხანინი არაფერს არ შეგეშინდეს ევირა საყვარელიაო ეს მანქანით ერთად რო წავედით თამო მინდხრა ბელა ღრმაღელის მეტროსთანაც არის ნინი ევექსში რო იყავი სინჯზე მაგას ვეძახი მე იმას სანზონას მან ვიყავი ზუსტად მაგ ბელაში ვიყავი და მან არ ჰქონდათ ის რა ქვია საფირმო, რომელიც მე მინდოდა, საერთოდ 4 ისედოთ ტორტი. ირმა შეუტარებელი ხარ საყვარელო ყოჩაღი, მადლობა ძირფასო, ყოჩაღი ხარ ნინიო, მადლობა ჩემო ძირფასებო. ირმა, ჩემი ლამაზი თოჯინა ხარ პრინცესა ევაო. კრისტინა, ჩემო კარგო, არ შეგეშინდეს მარტო ტარევის პირიქით, რაც უფრო მეტი მარტო გახვალ, მით უფრო მალე მიენჩვევი შეცდომაც რომ მქონდეს, არ შეგეშინდეს, არ ინერვიულო. ყველაფერი გამოსწორებადია, ნერვიულობა საჭესთავესაც იხარ ძალიან შეგიშლის ხელს, შეიძლება გესმოდეს იცოდე კიდევაც, მაგრამ ნერვიულობამ ხელი შეგიშალოს რეაგირებაში, ზუსტად ეგრეა.
ამიტომ მეტი თავდაჯერებულობა და მეტი პრაქტიკა მარტო ტარების და გამოგივა ყველაფერი, რაც არ მიაღწევს, შენ რაც კი მთელი გულით მოინდომე, ყველაფერს მიაღწია. ამაშიც დაიხვეწები, წარმატებები, ვაიმე ძალიან დიდი მადლობა ჩემოსაყვარელო. აი ესე რომ გჯერა ჩემი და ესე რომ ხარს მიჭერ და ესე რომ მეუბნები, იმიტომ რომ აი ეს კაცები რომ მიზიან და ასე და რა იწყებენ ამ ყვირილს და ნერვიულობას. იცი რას ვაკეთებ? ვიძაბები, ანუ საკუთარ თავს აი აღარ ვენდობი რას მეტყვიან, სანამ მე ის მეტყვის და მე გავაკეთებ დრო გადის და თან შენ სხვის გაკეთებულს რო აკეთებ, არასდროს ისე კარგად და ვერასდროს ისე კარგად ვერ აკეთებ, როგორც შენ რასაც გრძნობ, მე მეშლება ძალიან ნერვები, ხო და კი, ეგრე ჯობია ნამდვილად. 100%-იანი უკვე ეს რაც შეიძლება და ეთქვა მე მგონია რომ უკვე მითხრეს და ხა უკვე იმის დროა რომ მე თვითონ ვიარო და თავი და ნერვი არ მოვაშორებ რომ ან თუ ჩავისვა იმ პირობით ჩავისვა რომ ჩუმად იქნებიან და მარტო ძალიან დიდი აუცილებლობის შემთხვევაში მეტყვიან რა არის საჭირო იმიტომ რომ აი ძალიან მირტყავს ხოლმე ნერვებზე როცა ადამიანი ზის და აი ყვირის რაღაცას აი გადამწყვეტ მომენტში როცა იმ მომენტში მე უნდა ვიმოქმედო და იმას კი არ მეუბნება რა უნდა ვქნა იმას მეუბნება რა არ უნდა ვქნა და მე ვიყინები ამ დროს ხო ხდები არა ექსკურსიაზე მარი არ წავს უერთ წელს ირმა დაიკიდე როცა გისიგნალებენ მთავარი არ დაარღვიო რომ არ დაგაჯარიმონ და უკან მანქანებმა დაიცადონ 7 თვიანები არ დაგაცდიან აუ იცი რა არის იმდენა და ნერვებზე მოქმედებს ხოლმე ეგ რომ ანუ რაღაცა შეიძლება ისეთ სიტუაცია და უკანიდან რომ გისიგნალებენ მე აი იგას აქ რომ არ ჩქარდება სულ რო გაიხეს ის მანქანა ეს არ აჩქარდება მე კიდევ ჩქარდები, იმიტომ რომ ნერვებზე მირწყავს ეგეც, რომ ის მისიგნალებს. მაგრამ მე შეიძლება შეცდომა დაუშვა, იმიტომ რომ ყურადღება გეფანტება. ხო და ეგ უნდა ვისწავლო, რომ რაც უნდა ის უქნია, მე ჩემი ასე ვთქვათ, გეზი არ შევცვალო მაგის გამო. ირმა წერტელს არის ბელს ტორტი, კოკა-კოლას ქარხნის პირდაპირ გასაჩერებელიც არის გვერდით. ამის შემდეგ იცოდე, აი წერტელზე მითხრეს, ან ვიკითხე იქ, რომ ღრმაღელესთან რომ რა გინდა? მოვდივარ ღრმაღელესთან რომელიც არის, იქ ვიკითხე რა. მოიცათ ერთი სუთი, სად არის მეთქი? სადაა თქო უახლოესი და მითხრეს ღრმაღელესთანო. და იქო, რა ქვია, გლდანშიო და წერეთელზეო და გლდანში ვიცოდი. აი ძალიან ბევრჯერ მინახავს და ვიცოდი, წერეთელზე არასოდეს არ შემინიშნია ბელა. და იქიდან გამომდინარე, წერეთელზე არის ძალიან ისეთი მოძრაობა ინტენსიური და თან გასაჩერებლები აღარ არის, იმიტომ რომ ქუჩაში ვეღარ გააჩერებ და ანუ ბელას თუ ქონდა იქ გასაჩერებელი არ ვიცოდი ან ახლოს თუ იყო. ანუ არ ვიცოდი საერთოდ და მეთქი ეს ბავშვი თუ არის, მანქანა მე საწავიყო, ანუ ვაფშე არ ვიცი სად არის და დამატებით უნდა მე ნერვიულად, ამიტომ ავირჩიე რომ თუნდაც უფრო გრძელი გზა გამევლო, მაგრამ სადაც ვიცოდი რომ იყო, იქ მივსულიყავი და ერთხელ მე გავიარო და დავინახო სად არის. მარიამ, ლამაზად დღეს ვიყავი. ბელას ტორტი ვიყია ძალიან მომწონს. ანუ ბელას ერთი პერიოდი ძალიან აღარ აქებდნენ რა. ძალიან გააფუჭეს და ეხლა იძახიან რომ ისევ გამოასწორესო და არ ვიცი ჩვენ საფირმოს ყიდულობით ხოლმე და ეს საფირმო ყოველთვის კარგია და აი ჩვეულებრივი ტორტები ადრე ვყიდულობდით ხოლმე ადრე კარგი როცა იყო და მე რო აღარ აქებდნენ მეც არ ვყიდულობდი იმიტომ რომ აქ გადმოვედით მე მადარტი იყო ხო და ჩვენ ოჯახში ისე ზიად არ უყვართ ეგ ბელას ტორტები რა ბავშვებს და რაღაცა ისედივად და ამიტომ ამას ვყიდულობთ ხოლმე ეს მადა ყელში ამომივიდა იცით რატო მეჩვენება რომ ყველას აქ ერთი გემო აი აბა დააკვირდით ესე იგი ხილისას ყველასას მაგას ერთი გემო აქვს ნამცხვარია ტორტი არ არის ყველას ერთი გემო აქვს ერთი კრემი აქვს მერე თაფლის ნამცხვარს ყველას ერთი გემო აქვს შავ ნამცხვარსაც ყველას ერთი გემო რომელსაც არ ყიდულობ ყველას ერთი გემო აქვს თუ შავია ყველას ერთი გემო აქვს თუ თეთრია ყველას ერთი გემო აქვს თუ თაფლისა ყველას ერთი გემო აქვს და აი აქ მაქვს უკვე მე მაგათი მიყვარა ძალიან ის მთრალი ალუბალი რომელიც საერთოდ აღარ აქვს და ეხლა სხვადასხვა ტორტი რო აქვს ტყუპი იქ რო
შავი ნაწილია, ეგ მიყვარს. მაგრამ ცალკე ეგეთი ტორტი საერთოდ აღარ აქვს. ანუ აქვს უბრალოდ შავი, რომელსაც გულში არაფერი არ აქვს. და ხილისა შავი თუ აქვს, არ ვიცი და ბოლოს პირველად მარწყვისა რომ გამოუშვეს ახლა შავი რომ ვიყიდე კატასტროფა იყო და მეტად არ მიყიდე, არ ვიცი შეიძლება დახვეწეს, მაგრამ აი ძალიან ცუდი იყო, არ მომეწონა. ხო და ახლა იქ დიდებულში რო ვიყავი, ის ძალიან მომეწონა ის პრალინე. ღვთაებრივ, ანუ თან სხვა გემო აქვს ხალხო. აი თუნდაც იმაში ბათუმში ბათუმში დონა რო არის, ანუ ყველა ნამცხვარს აქვს თავისი გემო. ეგრე არ უნდა იყოს? რანაირად შეიძლება რომ ყველა ნამცხვარს ერთი გემო ჰქონდეს? ხო და რავი. ეხლა აქ მინდა დედებულში კიდე რაღაც გასინჯვები მინდა. ნუ პატარებია ძალიან მაგათი და ძვირი ღირს, მაგრამ ღირს. მეჩვენე ერთი ნაჭერი შევჭამბო და ეგეთი მომეწონოს, ვიდრე 3 შევჭამბო და საშინელება იყო. და ეს ბელას ტორტი მე არ მიყვარს, საფირმო, მაგრამ ჩემ ოჯახში უყვართ. ლიას კი ყველაზე მეტად ეგ უყვარს და შესაბამისად ვისი დაბადების დღეც არის იმის მიხედვით ვირჩევთ ხოლმე რომელი ტორტი ვიყიდოთ. ასე რომ მანანა ოკეანის ულამაზესი სანაპიროები აქვს, უბრალოდ მაგარია. როგორ მინდა ვნახო, აუცილებლად ვნახავ ერთ დღესაც. აუცილებლად. სალამი ნინი, welcome to Gldaniyo. სალამი ძვირფასო. მაკა მომეწონა მარტო გახვედი იკასკაშე შენი უკასკაშის შვილებით ევა უჭკვიანეს. ხო აი ევა არის, ევა მეთქი იქ არისო და ამიტომ წავედი, იმიტომ რომ უნდა მეყიდა ხა იკას მოსვლას ვერ დაველოდებოდი შესაბამისად და თან მეგონა რომ აქვე წავიდოდი რა ხო ხდებით. აქვე და მე მომიწია. დღესაც უნდა წავიდე ჩემი მანქანით. ახლა დღეს ანუ მარტო რომ მივდივარ არ ნერვიულობ ხალხო, იმიტომ რომ მარტო რომ მივდივარ, მე მივდივარ და ჯანდაბას მე, მაგრამ არა ჯანდაბას არა, მაგრამ ანუ შენი თავი რო გაბარია, ისე არ ნერვიულობ, ხო? სხვა ადამიანები რომ მithumetes ბავშვები რო გიზის, მე მაგათ ნერვიულობ. ამიტომ არ მინდა რომ ბავშვები ვატარო, მაგრამ არ მოიცადეს ყველას უნდა წამოსვლა. ტორტი რომ და გვეყიდა. დღეს მარტო გავა. მოკლედ მიყვარხართ კოცნით, გეხვევით, გეალერსებით და კარგ საუკეთესო დღეს გისურვებთ. დროებით. და ლაიქით ვიდეოდ, გამოიწერთ არხი.